მინდა რომ მამის არქეტიპზე ვილაპარაკო და მაგალითად მამის არქეტიპის წარმომადგენელი იყო პატრიარქი. ეს იყო აი მამის თვისებებს ჩამომეს. ეს არის რა ქვია რა თვისებები ქონდა. მაგის მაგალითი მფარველი მშობელი, მორალური ავტორიტეტი, მისაბაძე, იდეალური ნიმუში, სოციალური მიბაძო. მეორე იყო გამაერთიანების სიმბოლო. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებული მხარეები სიმბოლო რას აკეთებს? აერთიანებს ამ დაპირისპირებებს ტრანსცენდენტურ ფუნქციას ეძახიან. ამას როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, ორივეს უსმენ და მესამე იბადება, რომელიც ორივე დაპირისპირებულ ხედვას, პოზიციას აერთიანებს. ეს იმ შემთხვევაში თუ სხვა არ გიდგას აქ, ამ დაპირისპირებულ მხარებს უკან სხვა არ არის. ეს შენ ახარ მარტო. მაშინ იზიარებ. და პატრიარქს ჰქონდა ეს ამ დაპირისპირებულ მხარეების ტრანსცენდენტური ფუნქცია, აერთიანებდა, თორე პრინციპში გადაარჩინა საქართველოს მოსახლეობა სრულ გახლეჩას, ამას ინარჩუნებდა. აი მე მამის ფუნქცია რა არის? მნიშვნელობის მიმნიჭებელია, ცხოვრების ფილოსოფიის მასწავლებელია, ეგზისტენციალური ინტელექტს აღალიბებს. სახარებაში არის, რომ როდესაც მოციქული პეტრე მიდის, წყალზე მიდის, წარმოიდგინე და უყურებს მაცხოვარს, სასწაულზე რომ გაიაროს ადამიანი. აბობოქრებულია ზღვა, მაგრამ მიდის მშვიდად. როგორც კი ჩაიხედავს ქვემოთ, იძირება. ანუ როდესაც შენ მარადილზე გაქვს სწორება, ან კონცენტრირებული, ან ორიენტირებული ხარ, ამა ქვეყნის ფუსფუსი ვერ დაგახრჩობს. მშვიდად მიდიხარ, ფული არ არის, არ არის, რა გვეშველებ. მშვიდად მიდიხარ. ეს კანონია, ეს წესია. აი მამა ამას გაძლევს, ხო? კიდე რა შეიძლება დამცავი ჭურჭელი იყო იმ ხრივ, რომ ჭურჭელი რა არის? ადამიანი, რომელიც იტევს უარყოფითს და დადებს და იქ ტრანსფორმაცია ხდება. იუნგი ეძახდა ალქიმიურ, ასე ვთქვათ, alchemical vessel, ანუ ალქიმიური ჭურჭელი, სადაც გადახარ ჩვენ წარმოვადგენთ ყველანი ესეთაც. სადაც უარყოფითი უნდა გადამუშავდეს და დადებითად იქცეს. ანუ ოქრო უნდა მიიღო შავი მიწისგან. აი ესეთი მე ეთიკური ჩარჩოების ფორმირება საჭირო. მე მახსოვს პატარა რო ვიყავ ბებიაჩემი სუფრებს შლიდა ხოლმე და იქ უფროსები იყვნენ. მე არ მქონდა უფლება ჯერ ამეო. წესრიგი იყო, მორიდება მქონდა. მე აი კარ დავიწყებდი ჩემი აზრების გამოთქვას. პატარა ვიყავ, რა ვიცი, უსმენდი. ვსწავლობდი. აი ეს მოწიწება უნდა იყოს მამის ინსტიტუტისადმი. ეს დარჩათ ინდოელებს, ჩინელებს. ინდოელი ერთ-ერთი ანალიტიკოსია, იუნგიანელი და შვილებთან ერთად იყო და აი გამიკვირდა როგორ შვილები რა მოწიწებით ეპრობოდნენ მამას. არც მამა არც ჩაგრავდა რას ლაპარაკობს. სხვათა შორის ინდოელი სტუმარები ყავდა ბატონო რეზო, საქართველოში ცხოვრები არ უნხალთ ეგეთი და მაგას ვკითხეთ ზუსტად ტრადიციები და ზუსტად ანალოგიური თქვა რას თქვენ თქვით რომ ჩვენთან სახში მამაც ცოცხალია და პაპაც ცოცხალიაო და არ არსებობს რომ მამაჩემა რამე თქვა სანამ პაპა არ იტყვისო. მხოლოდ პაპის შემდეგ აქვს უფლება რომ მამაჩემა რაღაც აზრი დააფიქსიროსო და თუ ჩვენ შვილებს მოგცა უფლება მერე გამოვთქვათ ჩვენ აზრს. ანუ ზუსტად ის იერარქია იცავს კი ბატონო.